არ ველოდით. კაი ერთი. ტოლმა დავდგი დაბალზე, სიმძიმეც დავადე. ეს რა მაქვს შეზუნგლული. ვიცადე, ტანსაც მთვიზავ რა. ეს წერა მე მგონი ტოლმას რო ახვევდი ხელი მოვისი. ტოლმა იმ დიდ ქვაბში სამ ფენად გამომივიდა, ანუ კაი ბლომად არის, ძალიან დაბალზე დავდგი, დავადე სიმძიმე. ამდენ იმას ისა მაქვს საწმენდი, ხო შეიძლება რომ საწმენდი მექნა რა. აი თავარია ისო. მაინც ისეთი რამე უნდა გავაკეთო, რომ გავიწუწები სავარაუდოდ. ერთი ლიტრა წყალი მაქვს და ეხლა ვიგეტყვით რატო მაქვს ეს 1 ლიტრა წყალი. აიცა კოჩორი გადავიტკიცო და ხალათი ჩავიცვათ, იმიტომ რომ დაბლა უნდა წავიდეთ ტორტი. ტორმის დადგმის შემდეგ შუალედი მქონდა რომ ამოსულიყავი და საწოლი ამელაგებინა. თორე მე მგონი 2 საათი გახდა და ესე თუ დაბლა ჩავედი ხოლმე, მე ვეღარ ამოვდივარ. კაი, ჩავიცვათ ხალათი. ჭურჭელი მაქვს ენა რაოდენობის დასარეცხი და მაგას დავრეცხავ. აი, ეხლა რასაც ვაკეთებ, იმას რომ მოვრჩები. ეხლა რას ვაკეთებ და დროა დავიწყოთ ნანუშკის ბლინჩიკები. მოიმარჯვეთ პასტა და ფურცელი, იმიტომ რომ გრამობით და წვეთობით ჩაგაწერილებთ ყველაფერს. ეხლა დიდ ფურცელზე მქონდა გადავიტანე სხვაგან და უბრალოდ რომ მინდა კუქნას ჩავიტანო და იქ გავაკეთო და შეიძლება გადაგდება მომიწიოს, მე დავწერე პატარა ფურცელზე. ასე რომ წავედით ახლა და გავაკეთოთ. და რომ დავაყოვნებთ მე ანუ მე ბოლოს უნდა გააჩერო ცოტა ხანი 15-20 წუთი. აი მაგ პერიოდში დავრეცხავე ჭურჭელს. ეს მინდა, იმიტომ რომ გრამაჟობით ამით უნდა ავწონო რა და წყალი დავასვა. ამიტომ წავედით ახლა ჩვენ. ცოტა ხანი დაგაპაუზეთ თქვენ რადგან დაბლა რო ჩავალთ, მე უნდა მოვიმარჯვო ყველაფერი ბლინჩიკები. აბსოლუტურად რამოდენო მანქანებით განანახ ჩვენთან სტუმრები ხო არ არიან და მე არ ვიცი. რავი იქადგა გოგასთან არიან? გავხედავ. ხო მოკლედ ცოტა ხანი დავაპაუზებ, მეთქი რომ კვერცხი, ფქვილი, ზეთი, ანუ ყველაფერი მოვიმარჯვე და ყველაფერი მისქნა. ხო შედობა ხალხნებ. ჩვენთან ხო არა ხალხი ხალხი რა. მიდის. ჩევთან არია. მინახავ, ნახავ. დავკუროთ კარიბკაც. კაში როუჩი. სტუმრებს არ ველოდები ჯერ. არ გავთავრებია საქმეები. ხო. ანუ ყველაფერს მოვიმარჯვებ ახლა. აი ტოლმა როგორ მიდგა. ძალიან დაბალზე. გაზი არ გავხეხე, იმიტომ რომ ეჭვი მაგად მომივა, მაგრამ სავარაუდოდ აი ესე გავაკეთე, აი თებში რო დავდე. აი ეს გვაქვს კერძებისთვის, აი ეს 2 კილოანი გირი და აი ესე ჯამში ჩავდე რომ სიმძიმე გქონდეს და არ გადმოვა, იმიტომ რომ ის არის. ახტილია რა. და თან ძალიან დაბალზეა. ხო, ბლინჩიკის გული არა მაქვს გაკეთებული. ბრინჯი მაქვს ცომი მზად, მაგრამ არა უშუალოდ თავარია ცომის ქნა და მაგასაც გავაკეთებ რა. ამას ახლა სადმე გავაკრავ და წავალ მე მოვიმარაგებ იმას რა ქვია იმას პროდუქტებს. ესე იგი მინდა წყალი მაქვს, თვალის ზომი დავასხავ ამას, 2 ჩიქანახევარი ფქვილი მინდა, მარილი მინდა, 4 კვერცხები და ზეთი მინდა. პრინციპში არ სპეციფიკი არის და ფქვილი მაქვს გამოსატანი. ოკეი. აი გავაკარი ნახეთ. ისე სათამაშო დაფები რო ხო იცი ბავშვებისა ბაზრობაზე რო იყიდება რაღაცა. აი კაი არის სამზარეულოში რო გქონდეს. ახალზარეულო მოვაწესრიგო. ბევრჯერ თქვი, მაგრამ ვერ მივედი მაგამდე ეს უნდა გადავღებო, ეს უნდა დავამუშავოთ კედლები და გავასუფთავოთ რა და
მაგედა პაპდეც მივარ და მე იქნება მართლა რაღაცა იქ ვიყიდო, რომ არის ხოლმე ბევრი რაღაცა, რომ Google-ში მოვძებნი ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ მაქვს აი აქ წიგნი. ნანი მეყიდა ეს წიგნი და ძალიან კარგად ვიყენებ ამ წიგნს. ქართული სამზარეულოს ყველაფერი აბსოლუტურად ცხელი, ცივი, ცომი, რავი, ყველაფერი. ხო, მაგრამ მაინც ასე თუ ისე, ხო იცი, Google-ში უფრო რაღაცა გიადვილება და მიწევს ხოლმე კეთების დროს ისე ვნახო Google-ში, ისე ვნახო Google-ში და ანუ ესე ბიჩევნია რა, რომ მიაწერო წაშალ. კაი, ვიცი, იონე მირეკავს. მოკლედ მომიწია ცოტა ხნით ბლინჩიკი ეს რა. ზეზერას ასოციაციად ვიჩათ. მომიწია ცოტა ხნით ბლინჩიკების ცობის გაჩერება არც დავიწყია. რომ ხატი უნდა მოვაბრძანონ ჩვენთან და ყველაფერი გამზადებული მქონდა რა თქმა უნდა, მაგრამ ბლინჩიკების შემდეგ ვაგვაპირებდი რომ ეს ორი შუშა რომელიც დარჩა ჩაომეწვიდა და ამიტომ რადგან უკვე მოდიან მირჩენია აი ეს ორადორი შუშა რომელსაც აი ესე გარე წვიმები და რაღაცეები მიწუწავს ხოლმე ჩამოვწმინდო ჩამოვასუფთავ რომ ზირწყვილია ბოლო-ბოლო ხო და ბლინჩიკების ცომი მერე გავაგრძელოთ რა აი აქ გოგოების მაგიდა გამოვიტანეთ აი აქ უნდა ეს მაგიდა გადავაფარე აქ უნდა დავაგრძელოთ იქ მაგიდა აღარ არის ჯერჯერობით ეხლა წავავით გრინვეი სტილოებით წამებში ფანჯრებს ჩამოვასუფთავებ და იქ ჩავიცო ისე ხალათი და გავაგრძელოთ განახეთ ხაც რა ლამაზია რასა? ამე ჩვენ მკითხე ხო ეს კოტონ იმას ვაქნე არ შეიძლება გადმოვაგდო იმის მერე დავინახე რომ მიდიოდა და არაფერი არ არის ფერი არის დაგვიმახა რაღაც დაეხონა დადემად იმიტომ რომ აღარ შემოუშვებ თეგი უყურადღებოდ მზათვათ ესე ქუდი არ მინდა იმიტომ რომ არც ისე ძალიან არაცივა ამებს ავიკეცავ რომ არ ой დედა დავით ეხლა განახებთ ხაც რა ლამაზია ბიჭებმა მოაბრძანეს ანტოშუკი ეს არის ანტონ მარტყოფელის ხატი მამაოს დაწერილია ეს ხატი და ლამაზი არის და ასე ოჯახებში დააბრძანებენ ხოლმე ვისაც უნდა ვისაც სურვილი აქვს ანუ ეწერებიან სის მიხედვით მაგრამ მაგალითად ჩვენი ოჯახიდან უკვე სხვა ოჯახში გადაბრძანდება გარკვეული დროით არა მარტო მარტყოფში თბილისშიც წააბრძანებენ ხოლმე ვისაც სურვილი აქვს და ვისაც ვინც იცის და მოკლედ თუ ძალიან შორს არ ხართ და რაღაცა თბილისში ნებისმიერ ადგილას შეუძლიათ რომ მოგიბრძანონ ეს ხატი და თუ გექნებათ სურვილი მე გადავცემ და დაგაკავშირებთ. მიხარია რომ ძველ ახალწელს ეს ხატი ჩვენთან იქნება. მეორედ არის უკვე ჩვენ ოჯახში მობრძანებული, მაშინ გასარემონტებელი ქონდა სულ ყველაფერი და იქ ვიტყვე შავი ოთახი იყო, სადაც ხატები გვეკიდა და იქ ყავდა დაბრძანებული, სურათიც გვაქვს გადაღებული და ეხლა აქ აი ისეთ ადგილას რომ სულ გამოჩნდება. დავედით ახლა ჩვენ გავაგრძელოთ ესე ბლინჩიკები. შუშას რაც შეეხება. ერთი შუშა. ის შუშა გავწვიდე მარტო ეს ვერა, ამიტომ ახლა იყოს. არაყვირის მზეც აღარ ადგა რომ ძალიან გამოჩნდეს და წავიდეთ ახლა ჩვენ გავაგრძელოთ
ბლინჩიკები ნანუშკის რეცეპტით. მანამდე ხა მოვიმარაგებ ყველაფერს და ისე დავიწყებ და წინოდან აღარ ვიბინო. ანუ აქედან მაქვს მოსამარაგებელი, კვერცხი, მარილი და ფქვილი უნდა მოვიტანო ყველაფერი და დავიწყოთ, კაი? კაი. ეხლა ვფიქრობდი, რომ სად დავაყენო მეთქი კამერა, რომ მაღაზიაზე იდგას და გამახსენდა, რომ სელფის ჯოხზე ხართ ახლა. სელფის ჯოხს ხო თავისი ფეხები აქვს და მაღაზიაზე ხართ დაყუდებულები თუ დაყენებულები თუ მოკლედ. მე მგონი ყველაფერი მოვიტანე, ზეთი არ მომიტანია ხამი. ზეთი არ მომიტანია და სუფრის ყორი. ხვალე ჩვენ ოჯახში საკმაოდ რაოდენობის ხალხი იქნება, ანუ ვერ ხახატეს ყოველთვის ესე ვხდებით ხოლმე და თან რო ხატი არის ჩვენთან მობრძანებული, სუსხვა სიტუაცია იქნება და სუსხვა ხალხი იქნება და სუსხვა გარემო იქნება, ასე რომ ხვალე და დღეს მეც დიდი სიამოვნებით ველოდები. ყველაფერი მოვიტანე. ეხლა მინდა ცოტა ისე ისქრათ, რომ თვითონ ეს მასა თქვენ დაინახოთ რა სრული. შეიძლება სავარაუდოდ მე დავჯიდე, და თან ვიყვარს რაღაცების კეთების დროს დაჯობა. არა, ვიყოთ, კაი დავსხდეთ. ხო, კარგად ჩანს. შუქი წავანთოთ, რატომაც არა. აი ესე. უკეთე წავანთოთ ასე. ხო ვართ. ერთი ამასაც რომ მოვჩევი, ერთი ხელს გავკრავ, მერე უკვე იმას რა ქვია, კუხნას გამოვწმე და ერთი პირობა რომ სუფთად იყოს, თუ მართლა ხვალე უმუშაობ ზუსტად არის. აი პურის იმაზე მივიკრავ ამას, არ ეკრობა, მაგრამ შეიძლება გაჭრიალებს, მოვედი. ყველაფერი აქ მაქვს, არ ვიცი რამდენად ჩანს, კოზი აქ მაქვს, ზეთი აქ მაქვს, ფქვილი ორჭიქა ნახევარი აქ მაქვს, ორჭიქა ნახევარი, ხო. მაგ 4 კვერცხი აქ მაქვს. всё. ესე იგი. ჩაიწერეთ. ჩაიწერეთ, იმიტომ რომ აი ესე უნდა პირველ რიგში ვისაც არ გინახიათ ნანუშკის ბლინჩიკის რეცეპტი, მე პირველად ვაცხობ, არ ვიცი, მაგრამ ხალხი წლობით აცხობს ამ რეცეპტით და იდეალური გამოდის. ამიტომ ეხლა 9 ლიტრი წყალი, 1 ლიტრი გვჭირდება სულ. ვიწყებთ 9 ლიტრი წყლით. მეც მაქვს ნანუშკი ესეთი ჯამი. ამაზე ამბობენ ცეცხლ გამძლეაო, მაგრამ არასოდეს ცეცხლზე არ დამიგია, იმიტომ რომ მგონია რომ უნდა გასკდეს და ამიტომ ესე ვირჩევია რა. სალათებისთვის ეგეთ რაღაცებისთვის ვიყენებ, საკუთარი სახურავით გააჩნია და იმას თებშად ვიყენებ. მოკლედ. მარილი დავაწყე. 9 ლიტრი წყალი ჩაასხავთ. თქვენ როგორც გინდათ, ისე მარილსო, წიკუსო, რა ვიცი, ჩემთვის წიკვი ეს არის, ნუ ზოგადად უფრო მეტია წიკვი ჩემთვის. და კარგად აიმახსოვრეთ. ერთი მიმართულებით უდიეთ. მე ადრე ეს სანამ ამას გავიგებდი, ესე ხო დავიწყებდი, მე დავიღლებოდი, ესე დავიღებდი და ანუ კოშტებს იკეთებს რა. იცოდეთ რომ ფქვილი იკეთებს კოშტებს და სუდიცობი გამოგივა. აჰა. ანუ აი ამ ფქვილს აქ სუაყრი ახლა. ეგ აღარ მახსოვს ნენელა თუ ერთიანად. არ ვიცი რა შეიძლება ნენელა უფრო. არა, მაინც გაიხსნება ერთიანად ჩაყარა ნანუშკიმაც მე მგონი რა ვიცი. როგორ აწერია? არ აწერია. ყოველ შემთხვევაში უნდა გაიხსნას რა და რა მნიშვნელობა აქვს. სქელი ცომი გამოვა, იმიტომ რომ ფქვილი აქვს, ისა წყალი აქვს ნაკლები ჯერ. დაწუნებული ხარ, რამდენი ფქვილი უნდა და მანანა. მოდი ცოტა წყალს დავამატებ. ხო, პრინციპში მე 9 ლიტრაზე ცოტა მქონდა ჩასხმული, აი ხარ 9 ლიტრი. მე მეშინია რომ ხა ეს არ შემომემტრეს ხელში. თინადეიბეს ნაყიდი არის ესა და არა, ნახე ადვილად მოყვება. ნანუშკის ეს არაფერს არ გასწავლის, ვარ დაეტესტა. ანუ ესე რომ კარგად იმას იზავ, გახსნი. შეძლების დაგვარად. ნახეთ როგორი სქელია. ვიდეოშიც ამბობს ნანუშკი, რომ სქელი ცომი იქნება და არ შეგეშინდეთ. ერთი მიმართულები და 4 ცალი კვერცხი. ანუ ეხლა ამ კვერცხს ვახლით სათითაოდ.
კარგი იქნება, რომ ახლა აქ გვერდზე რაღაც მქონდეს, რომ ხელი გავიწევ. ხო? მოდი ამ პატარა პიშაწმენს ვიხმარ და მე გამოვცვი. ესე. აუცილებლად ეს უნდა სათითაოდ გასკდი რა, შეათქვიფოთ. რომ გაიხსნება მე მეორე. და ამასობაში გათხელდება კიდეც რა. არ არის აუცილებელი რომ ჩქარი ტემპით იქნიოთ. გაუფრთხილით, რითი ცურებთ, არ გატეხოთ, ჯებსავით. ახლა უკვე გათხელებას იწყებს, ნახე? და მოყვება. ანუ არ შეგეშინდეთ რა, რომ აი მე სქელია და ეს რა ვქენია. 1 2 გარეთ ისეთი მწვადი სუნი ტრიალებს. ისეთი მწვადი სუნი ტრიალებს რომ რა იყოს. აი გარი ისა ზამთრის ახალი წლების და ეგეთი რაღაცების ხიბლი. უბრალოდ აი მწვადზე მაგრად სუნია რა ძალიან მაგარი რა. სუნი არის იმდენად, მწვადი არ არის იმდენად ეფექტური, რაც სუნი აქვს. ფისოს გაუმარჯოს. აუ, იცი რა იდეალურად გაიხსნა ხალხნო. ეს არის. კოშტები არა აქვს საერთოდ არა. მესამე კვერცხი. ჩემი ტოლმა დულს და გაგიკვირდება და არ გაგმოდის ძალიან დაბალზე და თავისთვის დულს. ეხლა კიდე რა მაქვს? იცი რამდენი დავჭა? ფისო გარეთ გადი. ლაშამ სავარაუდოდ შეიძლება დამაგვიანდესო. ხო და ეხლა მე უნდა დავჭრა, ანუ ამას რო გამოვაცხო. პარალელურად უნდა ბადრიჯანიც გავაკეთო. და ყველაზე მაგარი საქმე რა არის, არ გადაწვიდეთ. გადამე უნდა დავკლა. ანუ თუ ლაშა მოვიდა იქამდე ლაშა დაკლა. თუ არა და რო შეუვარდები ხოლმე სიკვდილივით გატვევ თქვენ და ნახოთ. ხო, კი, სხვა შორის კლავ და რო არ გეცოდებაო რომ მითხრათ, როგორ არ მეცოდება, მაგრამ ანუ ის მაგაზრებული რომ ქათამი დასაკლავად არის რა. ეს მეოთხე კვერცხია. სახლის კვერცხია, ცოტა მუქი გამოვა. ჩემი ქათმების დადებული კვერცხებია. მიუხედავად იმისა, რომ კვერცხებს დებენ, ერთი მამალი და ერთი დედალი უნდა მოვაშო. იცი რომელი დედალი უნდა მოვაშო, რომ შარშან რომ 9 ცალი გამომიჩეკა და 5 ცალი შეჭამა. აი მაგას უნდა მოვუყო ბოლო. უარა გქონია რომ დამავიწყდა რაც გააკეთა. ანუ ამის მერე ხა უნდა დავასხა დარჩენილი წყალი. დაწლებული ხარ მანაც უნდა ეს? აღარ უნდა. ეს ბოთლიდან გავში. გუშინ ნაბეღლავის ბოთლი იყო და სპეციალურად ამისთვის დავიტოვე რომ ამით კარგად ავწყავ მეთქი რა, ნანუშკის იმას. ეს უნდა ეხა კარგად გავხსნათ. აშკარად ჩემთვის ჯამი პატარაა. რომ სწრაფად ვერ ვიმოქმედებ, მაგრამ არა უშავრა. თავი არ გადმოვიდეს რა. ნელა ვიზავ ახლა. აი იცი რა მინდა? აი ესე მინდა რომ ჩქარა ვქნა. არ მიშვებს. რადგან ქვილი უკვე კარგად გახსნილია, სავარაუდოდ კოშტებს არ გააკეთებს და შემიძლია ესეთი მოძრაობა გავაკეთო და უკან დავკრუგო. ანუ ეს უფრო ადვილია რა ჩემთვის რაღაცა. ისე რატო, აი ეს უფრო ადვილია ვიდრე პირიქით. რატო გავაკეთე პირიქით? ანუ ამით არ მორჩენილა ხალხნო. აი იდეალური სისქი აქვს, ოღონდ მართლა. დაიცა ისე უნდა ვქნა რა. გადმოვა რა უშავრად ხალათი მაინც თუ გავიხადო. დღეს ეს ხალათი იშრომებს ბლომად.
და მეც არ წახვიდე 4 კოზი ზეთი. ანუ ნანუშკი ამბობს 3-ო და მოდი 4 უყავითო რა. გრამობით თქვა და მე გრამობაში ვერ ვარ კარგად. ამირჩევნია თვალის აღქმის იმით კოზი, ჭიქა რაღაცა მითხრა რამდენი დაღასხიო და გრამობით არ ვიცი. და მე იქ თქვა რომ მოდი 4 კოზი ზეთი დაასხით და საკმარისი არისო. ეხო 3 არის, ხო 3 იყო. მე მგონი 3, როგორც მაქვს. აჰა, ესეც 4. всё. ჭურჭელს დაემატა ჭურჭელი და სარეცხი, მაგრამ თლიანობაში გვაქვს ცომი მზად. ეხლა ეს ცომი აუცილებლად უნდა დაყონდეს და რატო იცით? იმიტომ რომ მე უშვებს ფქვილი არ ვიცოდი სინამდვილეში, ანუ ფქვილის და მაგიმეებისის ვიცოდი, მაგრამ რატო უნდა დაყონო? რო ვაკეთებ ხოლმე და რო იმაშვები ბოლოში აუცილებლად მისქელდება ხოლმე რა, აი ნახევარზე მეც რო გააკეთებ და რაღაცა და მიწევდა ხოლმე წყლის დამატება. გათხელება რა, ანუ ბოლოსკე რა და ანუ რო დააყოვნებ, თუ გასქელება ერთიანად გასქელდება და ერთიანად გაათხელებ და მე ანუ კეთების პროცესში ნენერა არ გაგისქელდება რა, ანუ მაგისთვის უნდა გააჩერო ცოტა ხანი. ეხლა გეტყვით, როგორი იდეალური, ეხლა ამას გასარეცხებში ჩავდებ მეც და ანუ ეხლა თუ გინდა აქედან ურიეთ, თუ გინდა იქიდან ურიეთ, გახსნილია და კოშტები არ აქვს, საერთოდ იდეალურად არის გახსნილი. ეს გასარეცხა და ეხლა განახეთ მე რითი ვასხავ ხოლმე და როგორი ზომა უნდა იყოს. პლასმასის კოზი მაქვს და ეს იდეალურია ხოლმე მაგისთვის. აი უთხელესია ხალხო, ნახე. ეს არის უთხელესი ცომი. ამას ეხლა გავაჩერებ იმდენი ხანი, რამდენი ხანი დასჭირდება ჩემი ჭურჭლის დარეცხვას და დავიწყოთ მე გაკეთება. ამას რო გავაკეთებთ, ხო გული არ გამიმზადებია ამისი, მაგასაც რა ვთქვა. მოკლედ დღეს კიდე ბევრი საქმე დამჭა წინ, მაგრამ მიხარია და რაღაცაიც სიამოვნებს რა. ხო, ეხლა მივწერ სამსახურში და თუ მითხრეს რომ ხვალე არ მოხვიდეო, თლად ძვირფასი და ხვალე გადავიდა რაღაცების გაკეთებას. აჰა, წავედით ახლა ჩვენ ჭურჭელი გვაქვს და ეს არ გადმოწყაპანდეს ეს ნაგავში. ეს შეგვიძლია გადავაგდოთ, იმიტომ რომ როცა დაგჭირდება ნანუშკის ვიდეო რეცეპტი ადგილზე მაქვს და ის ფურცელი რაც შევინახე წინაზე, დავკატი არ ვიცი, სად შევინახე არ ვიცი, მაგრამ ვიცი რომ რაღაცა შევინახე საგუნდაგუნდოდ ნივიასავით. აჰა. ცოტა ხანი გაგემშვიდობებით ახლა, იმიტომ რომ გაჩერდეს ეს. ესეც ესე. სულ 2 წამით ხა შეგიშლით კი არა და შეგაწუხებთ. მოკლედ დავიწყე გამოცხობა ბრინჩიკის ცომის. ამასობაში მომზადე გული. გემრიელესია. ეხლა და განახებთ როგორი გამოვიდა. ეს ჩავასხა აი ამ ტაფით ვაცხობ ისე. აი ამ ტაფით ვაცხობ. უთხელესი არის და ერთი ის ყოფნის ალბათ 2000 წელი გამომივა ხალხო. აი ესე. მამა პაპურად ვაცხობ ტაფაზე. იმიტომ რომ ის რომ ვფიქრობდი რომ ვიყიდობდი, მაგრამ ის არის ძალიან დროის ამბავი რა, ანუ ყველაფერი მომორჩე და დაჯდე მე წყნარაჩვი და თამეს უყურო და გამოვაწყო. ჩაყო გადავდო, ჩაყო. ხო და ისე რა. ეხა განახოთ, აი რომელ ერთი განახოთ, უთხელესი. უთხელესი. ნანა რო ესე შვებოდა და მეთქი რას გააქნევს მეთქი და არ გაიხესო, ეგეთია სინამდვილეში. მაღლა. ი? არ დახეულა. მეზობლები და მწვადი სული გვეჭი. აი, ასეთი არის ნანუშკის რეცეპტით ასე ვარინანებთ ხალხო და გამოაეინ რაოდენობის. გემშვიდობებით მოგვალ ვიდეომდე.
უკვე ბლომად გავაკეთე. რამდენი საქმე მაქვს კიდე დარჩენილი? ორ მაგარი. ახლა